მივესალმებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გააწყვეტილებას, რომელმაც ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში შეიტანა შესწორება და დააზუსტა, რომ განცხადებაში მოგზაურობის შესახებ შეზღუდვა ეხება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს. განცხადებაში სახელწოდებით საქართველო, მოგზაურობა და უსაფრთხოება, გაფრთხილება საქართველოს რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე აღნიშნულია, რომ ტექსტში გათვალისწინებული შეზღუდვები ეყრდნობა საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და შესაბამისად გერმანიის მთავრობა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავის შეიკავონ მოგზაურობის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მივესალმებით გერმანიის გადაწყვეტილებას, მოგეხსენებათ ამ თემაზე იყო საკმაოდ არაადეკვატური სპეკულაციები, კარგია რომ ეხლა ამ საკითხს მოეფინა ნათელი, შესაბამისად ასევე დაზუსტა ჩვენი საელჩოს მიერ, რომ ეს განცხადება 2008 წლის შემდეგ ფიგურირებს და შესაბამისად ეხება მხოლოდ იმ საკითხს, რომელიც ზემოთ აღნიშნე. მინდა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორობას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი. ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებული დინამიკაა ჩვენ ურთიერთობაში, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში. ძალიან სერიოზული გეგმები ორმხრივი კონსულტაციების შედეგად უკვე ჩამოყალიბდა, რომელიც ძირითადად ეხება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიური დღის წესრიგის პრიორიტეტების განხორციელებას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოსახლეობას კიდე ექნება ძალიან ბევრი კარგი ინფორმაციის მიღების საშუალება ამ მიმართულებით.